დილამშვიდობის ლანა გიორგი ნახეთ როგორი შთამბეჭდავი ნამუშევრებია დილიდან მინდა რომ საახალწლო განწყობა შეგიქმნათ თაკო მეგრელიძის გამოფენაზე გეპატიჟებით ფოლკლორის ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ ეს უნიკალური ნამუშევრები თაკო არის დილიდან ჩემთან ერთად მინდა აქვე გითხრათ რომ ფოლკლორის ცენტრში შეგიძლიათ მოსვლა ნებისმიერ თქვენგანს როგორც უკვე ვთქვით დასწრება თავისუფალია თაკო დილამშვიდობის საოცარი აი მართლა საახალწლო ზღაპარში ვარ ასე მგონია იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავია თითოეული ნამუშევარი. თაკო, მოდი უფრო კარგად რომ გითხრათ, რა დახვდება აქ მოსულ დამთვალიერებელს? დილამშვიდობის აქ მოსულ დამთვალიერებელს დახვდება საახალწლო დეკორატიული ნაძვის ხეები, საახალწლო კომპოზიციები, ჩემი ნახატები და ჩემი შვილის ნაქსოვი აქსესუარები. ანუ წარმოდგენილი არის ჩემი ოჯახის შემოქმედება, ასე ვთქვათ. მე როგორც უკვე თაკომ გითხრათ, ეს ყველაფერი შექმნილია მხოლოდ თაკოს მიერ არა, არამედ მის შვილებთან ერთად აკეთებდა ამ ყველაფერს. ამ სივრცეში ძალიან ბევრი ლამაზი ნამუშევარია, რომელიც მინდა რომ მაყურებელს ნელ-ნელა დავათვალიერო და შემოგვერთდებიან ასევე თაკოს შვილები, რომლებიც მუშაობდნენ ამ ყველაფერზე. თაკო, მოდი ახლა დაგვათვალიერებინე, სად რა ხდება, რომელი სტენდია და რა შეიძლება რომ ვნახოთ. აი მაგალითად აქ მივიდეთ. ხო, ანუ წარმოდგენილი არის კოლექცია ფერების მიხედვით. გვაქვს წითელი კოლექცია, თეთრი კოლექცია და ნუ განვათავსეთ, მადლობა მინდა გადაუხადო ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებს, ექსპოზიციის საწყობა არ იყო მარტივი ამბავი და მაქსიმალურად გადმოვეცით ეს ჩემი ოჯახის სიმყუდროვე. აი ფაქტობრივად ეხა ხედავთ იმას, რაც ჩემს სახლში ხდება და წარმომიდგენიათ თქვენ სახლში რა ხდება, აქ რა ლამაზია და ესენი არის სანათები, ნაძვის ხეები, ხო? აი შეგვიძლია კადრში ვაჩვენოთ, ნახეთ როგორი ლამაზი სანათია, ინთება ჩვეულებრივად. სანათები ფუნქციონირებს ჩვეულებრივად ინთება. ხეზე აი ამ მასიურ ხეებზეც მუშაობ, ძალიან საინტერესოა ხეზე მუშაობა და მე ეტაპობრივად ვავსებ ხოლმე, ანუ საახალწლო უკვე კოლექციაში ვიყენებ აი ამ სანათებს, სოკოებს ვეძახი ხა ამ შემთხვევაში რაღაც ინსპირაცია სოკო იყო და ნაძვის ხე, სოკო. თაკო, როდის დაიწყეთ მუშაობა, როდის მიხვდით რომ ეს თქვენი საქმე იყო? უკვე დიდი ხანია, 9 წელია ვმუშაობ ამ საახალწლო დეკორაციაზე. ნუ ზოგადად შემოქმედებაში რაც ვარ და მაქსიმალურად გადავერთე ამ ხელოვნებაში და აი მინდა გაჩვენოთ 9 წლის წინ შექმნილი ნაძვის ხე. ჩემო მეგობარმა მომიტანა და აი ესეთი ეს არის ესე პირველი ნამუშევარი. პირველი ნამუშევარი ერთ-ერთი უპირველესი მეორე ნაძვის. ჩვენთან ერთად იმყოფებიან თაკოს შვილები ელენე და ლაშა. მე მინდა ვთხოვო ბავშვებს რომ შემოვიდნენ კადრში. მოდი. მოგვიყავით ბავშვებო, რამდენად მარტივია თუ პირიქით რთულია ამ ყოველფრის გაკეთება და როგორ ისწავლეთ? რეალურად რომ გითხრათ, ძალიან რთული არის და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სკოლასთან შეთავსება არაა მარტივი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ იმის პრივილეგია მაქვს, რომ დედაჩემს დავეხმარო და ყოველდღე ესეთ საახალწლო ნამუშევრებში მივეხმარო. ჩვენ ეს დედაჩემა დაიწყო თუ არა მუშაობა 9 წლის წინ, თავიდანვე ჩართულები ვიყავით და ნელ-ნელა დედაჩემთან ერთად განვითარდი, მასწავლა ეს ტექნიკები ნაძვის ხის და ძალიან კარგად გამოგდის, მინდა გითხრა. ელენე არის პატარა გოგონა. ელენე, მოდი ჩვენთან, რამდენი წლის ხარ გვითხარი? 9 წლის. ელენე, შენი ნამუშევარი რომელია, რომელში მიიღე მონაწილეობა, რომლის შექმნაში? მე ზუსტად მთლიანად არ ვაკეთებ ნაძვის ხეებს, მე დედაჩემს კარკასებში ვეხმარები ხოლმე და რაღაც კარკასები კი მაქვს გაკეთებული, დასრულებული ბოლომდე. ყველაზე მეტად რომელი ნამუშევარი მოგწონს? მე ვიბურდი იქით რო არის დიდი ნაძვის. დიდი ნაძვის ხე, რომელიც იქ არის კადრში. უკვე ძალიან მომწონს, ძალიან დიდი არის და ესა დედაჩემს სულ ვეკითხები ხოლმე. რამდენი უნდა გაყიდო? თაკო, მე მინდა კიდევ გადავინაცვლოთ იქით სტენდზე. მე მგონი ნაქსოვი აქსესუარებიც ესენიც თქვენია, როგორც ვიცი. ეს არის თქვენი შვილის. კი ბატონო. ასევე თაკოს შვილის ნამუშევრებს წარმოგიდგენთ. აქ არის ნაქსოვი, რომელიც ხელით არის რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ თაკო უფრო კარგად დაგვათვალიერებინებს. თაკო, რა ასაკის არის თქვენი შვილი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის? ეკუნა არის 20 წლის, ეს ჰობის სახით ქონდა, დაიწყო
დაიწყო ქსოვა, სულ 1 წელია რაც ქსოვს და ისე მოეწონა, ასე ვთქვათ, ლექციებზეც ქსოვს, ყველგან ქსოვს, სადაც შესაძლებელი არის, თან სწავლობს და ეს ხელსაქმე, ასე ვთქვათ, ქსოვა ისე მოეწონა, რომ აი ესე ბევრი ნამუშევარი აქვს, აქ არის ძალიან ცოტა წარმოდგენილი, მისი ხელნაკეთი დღიურები არის, სამკაულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხლა აღებული არის და თაკო, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ნამუშევარი რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია და რა მასალით არის ეს ყველაფერი შექმნილი და რამდენად რთულია ამ ყველაფრის მოპოვება, იმიტომ რომ უნდა მოიძიო ეს ყველანაირი დეტალი, რომელიც სჭირდება. მასალა არის ძალიან მრავალფეროვანი, მინდა გითხრათ, აი ყველაფერს ვიყენებ. ნუ პირველ რიგში მთავარი მასალა რაც არის, ეს არის ბუნებრივი მცენარეები, ნაირ-ნაირი გირჩები და კაკლები, წაბლი, რკოა, ესეთი მცენარეები. მე უკვე არაბუნებრივი მცენარეებით ვავსებ, ასე ვთქვათ, კარკას, ნუ თეთრი კარკასის კონდიციაში და მე უკვე იქარგება სხვადასხვა ბუნებრივი და არაბუნებრივი ქვებით. და რა გითხრათ, ისეთი მრავალფეროვანი მასალა არის ნაცრისხეში, შეიძლება ძალიან ისეთი უნიკალური რაღაცები აღმოაჩინოთ რა, მაგალითად თუ ვთქვათ ინდივიდუალურ შეკვეთაზე ვმუშაობ, ყველას ვთხოვ რომ მოიტანონ ესეთი ნივთი, რასაც ეს მათთვის სიმბოლური დატვირთვა ექნება და ძალიან საინტერესო ნივთები მოაქვთ ჩემს მომხმარებელსაც. თაკო, საკმაოდ შრომატევადია, მე მინდა ეს სტენდიც ვაჩვენო მაყურებელს, იმიტომ რომ აქაც საახალწლო განწყობა იგრძნობა, უბრალოდ შეხედეთ რა სილამაზეა, არის სახლები, აქაც ნაძვის ხეები. თაკო, დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფრის მომზადებას ალბათ და საშუალოდ რა პერიოდი გჭირდებათ, რომ ერთი კომპოზიცია შექმნათ? დაახლოებით 5-6 საათი არის საჭირო, რომ ნაძვის ხე გახდეს იმ მდგომარეობა სრულყოფილი. ანუ მე როცა მუშაობ, ვატარებ მასტერკლასებსაც და ეხა იქ როცა გოგოები იწყებენ კეთებას და ვასრულებ, ნუ დაახლოებით 6 საათი გჭირდება, 5-6 საათი. თუმცა მე ანუ მე ხა უკვე რადგან ხელი შეჩვეული მაქვს, ამ ხელა პრაქტიკა მაქვს, ანუ 6 საათში უკვე დასრულებული არის. არც ისე დიდი დრო არის, მე უფრო დის ველოდებოდი, რომ რაღაც რამდენიმე დღე ან ესე სჭირდებოდა. ზოგი ნაძვის ხე არის, მე ვიძახი ეს საშუალო ნაძვის ხეებს, აი დაახლოებით აი ამ ზომის ნაძვის ხეებს ვიძახი. ძალიან ლამაზია მართლა. დანარჩენი ხო უკვე ცოტა მოზიდებს. ძალიან დიდი მადლობა, თაკო, მართლა ძალიან ლამაზი და საოცარია ყველაფერი შთამბეჭდავია. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ფოლკლორის ცენტრში შეგიძლიათ მოხვიდეთ თაკო მეგრელიძის პერსონალურ გამოფენაზე დაათვალიეროთ ეს საოცარი ნამუშევრები, ასევე შეიძინოთ და მართლაც იმოგზაუროთ საახალწლო ზღაპარში. დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ლიკუნა მართლაც გვამოგზაურა საახალწლო ზღაპარში, ულამაზესი ნამუშევრები ვიხილეთ, ძალიან დიდი წარმატება უსურვოთ ამ ხელოვან ადამიანს.